პარტია გახარია საქართველოსთვის პარლამენტში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტს აინიცირებს. ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა გიგა ფარულოვამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინიცირებული კანონპროექტის მიზანია 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს-კვოს აღდგენა და ბოლო 2 წლის მანძილზე გამკაცრებული კანონების შეცვლა. ფარულოვას თქმით, დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი წინაპირობა სწორედ ის არის, რომ მოქალაქეებს თავისუფლად შეკრების, მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის უფლება ჰქონდეთ. დღეს რეალურად კონსტიტუციურ ჩარჩოს მიღმა არის შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები და დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რიგით მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლების გამო აკავებენ ტროტუარზე და მიყავთ ციხეში. ამის ძალიან ბევრი მაგალითი გქონდა, მათ შორის სტუდენტები, რომელსაც უნივერსიტეტში აკავებენ და გადაყავთ ციხეში. შესაბამისად, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა მოიცავს შეკრებების და მანიფესტაციის შესახებ კანონის და სხვა თანმდევი სამართლებრივი აქტების ნაწილში 2024 წლამდე არსებულ სტატუს-კვოს სამართლებრივ სტატუს-კვოს დაუბრუნდეთ და გქონდეს ის კონსტიტუციური ბალანსი, რაც რეალურად ადრე იყო. ჩვენ ვამბობთ, რომ 2024 წლამდე არსებული ეს სამართლებრივი, ასე ვთქვათ, სტატუს-კვო, ესეც შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, არ იყოს ნორმალური მისაღები, მაგრამ ეს არის ის რეალური კონსტიტუციური ბალანსი, რაც რეალურად მანამდე გქონდა და დღეს სამწუხაროდ მიღებული ცვლილებებით დარღვეულია ეს კონსტიტუციური ბალანსი.